იმაზე აპელირება თუ როგორი იყო გუშინ სოფლიო საერთაშორისო ურთიერთობების სოფლიო წესრიგი აზრი აღარ აქვს, აზრი დაკარგა. და ჩვენ ხედავთ ახლა რამოდენიმე რაუნდიან კონფლიქტს და ამ პირველ რაუნდში აშკარად არის რომ უკეთესად გამოიყურება ჩინეთი, უკეთესად გამოიყურება რუსეთი. ამ პირველ რაუნდში. ეს იმას ანიშნავს რომ მეორე რაუნდი სხვანაირად იქნება და გასაგებია რომ მეორე რაუნდის მთავარი საკითხი რატომ უნდა დაუთმოს მოდი ესე ვთქვათ რუსეთს ეს ტერიტორიები ისე ხო? ერთ-ერთი ლოგიკა რატომ რაშიც არსებობს ეს არის ის რომ მეორე რაუნდში სხვა კონფიგურაცია უნდა იყოს ამ გლობალური დაპირისპირების. და სხვა კონფიგურაცია ეს სხვა კონფიგურაცია ნიშნავს იმას რომ ტრამპს იმედი აქვს რომ ამ ახალ ეტაპზე რუსეთი უკვე იქნება დასავლეთის მოკავშირე, შეერთებული შტატების მოკავშირე ჩინეთის წინააღმდეგ. და შესაბამისად ეს დათმობა უკრაინის და კიდევ სხვა შეიძლება სხვა რეგიონების იქნება სწორედ ეს ფასი, რასაც გადაიხდის შეერთებული შტატები. ამას რო ტრამპი ესე იგი აპირებს ეს ფაქტია. ტრამპი იმას ლოგიკიანად ჩანს რომ ტრამპის ძირითადი აქცენტი ეს არის ჩინეთზე აქცენტი ხო? რატომ ეხა პანამას სრუტე რატომ გახდა დღეს აქტუალური ხო? იქ ძირითადად რაც ტექსტით ეწერა, მიგ ჩინური გავლენები გაიზარდა. გაიზარდა კიდეც. ობიექტურადაც გაიზარდა, მაგრამ აქ ეხლა მთავარი რა არის? გასაგებია რუსეთის გარეშე ჩინეთის დამარცხება შეუძლებელია. მეორე მხრივ ჩვენ ნახეთ რომ რუსეთის დამარცხება თუ მას ჩინეთი და კიდე ბრიქსის სხვა სახელმწიფოები გვერდზე უდგეს და შეუძლებელი ყოფილა რუსეთის დამარცხება ამ კომბინაციით. ესე იგი შესაბამისად ტრამპის მთავარი პოლიტიკა არის ის რომ მეორე რაუნდში სხვა კომბინაცია იყოს გეოპოლიტიკური დაპირისპირების. და ეს იგი პრაქტიკაში რას ნიშნავს? პრაქტიკაში ნიშნავს ძალიან მარტივ რაღაცას და ქართველებს უნდა გვესმოდეს. აი რომ ორველში არის ხო ეს რო საგარეო პოლიტიკაში ესე არის ხო რომ ერთ დღეს ევრაზიონისტები მეგობრები არიან, მეორე დღეს მტრები არიან. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახავთ ესეთ გადათამაშებებს, სადაც ერთდროულად მეგობრებიც იქნებიან და ერთდროულად მტრებიც იქნებიან. ნუ აიღეთ პირველი მსოფლიო ომები, როდესაც ერთი ქვეყანა ერთ ბანაკს ეკუთვნებოდა ომის დასაწყისში და რამდენიმე თვით ერთი წლით ადრე ფინეთის მაგალითი საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომის დროს. ჩვენ შევდივართ იმპერიალურ ხანაში. იმპერიალურ ხანას აკლია, მოდი ესე ვთქვათ, პოლიტიკური რომანტიზმი. ესაა ძალიან პრაგმატული, ძალიან ცივი და შეიძლება ძალიან ბევრისთვის დამღლელი პოლიტიკური თამაში. და ჩვენ ხედავთ რომ აი ამ შემთხვევაში რომელიც როგორი საზოგადოებები არის მზად აი ამისთვის. ის საზოგადოებები აღმოჩნდებიან მზად, რომლებიც ენდობიან საკუთარ ხელისუფლებას. ჩვენ ვნახეთ რომ რუსული საზოგადოება თუ არ ჩავდეთ ახლა რამდენიმე მილიონი ადამიანი 2 თუ 3 მილიონი ემიგრანტია ხო საუბარი რომელიც ომის შემდეგ წავიდა რუსეთიდან დაჭე საზოგადოება არა ენდობა მიყვება პუნქტს ეხლა ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს ეს ცალკე საკითხია მაგრამ ის რომ ნდობა აქვს საზოგადოება საკუთარი ხელისუფლების და ის ენდობა რომ დღეს შეიძლება ის მტერი იყოს და მტრულად არ იყო და მეორე დღეს შეიძლება მეგობარი იყოს და მეგობრულად უნდა არ იყო ეს ნიშნავს რომ სახელმწიფოსა და საზოგადოებებს შორის რაღაცა შეთანხმება არის რომ სოციალური კონტრაქტი არის სოციალური კონტრაქტი არსებობს. აი ეს ქართულ საზოგადოებას აქვს ეს პრობლემა. ქართულ საზოგადოება არის ამ ეტაპზე ძალიან ნუ შეიძლება წინა წლებთან შედარებით უფრო მოქნილი, მაგრამ ზოგადად ამ გამოწვევებისთვის ჯერჯერობით არ არის მოქნილი ინფანტილური. ხო, ინფანტილურობის დიდი დოზა აქვს. იმიტომ რომ რეალურად ნუ ინსტრუმენტები რომლითაც საზოგადოებას უნდა რაღაც საერთაშორისო ურთიერთობები გეოპოლიტიკა უნდა გაენალიზებინა იყო აბსოლუტურად რაღაც რელიგიურ სფეროს რაღაც ნაწილი, სადაც სიკეთე და ბოროტება იყო და სადაც რაღაცა ესქატოლოგიური დაპირისპირება უნდა მოხდარიყო საბოლოოდ. აღმოჩნდა რომ არანაირი ესქატოლოგიური დაპირისპირება არ ხდება, არის ესეთი პრაგმატული, ცივი რაღაცა პოლიტიკა არის, ყოველს საკუთარი ინტერესები აქვს და ამ დროს, როდესაც შენ გიწევს რომ ხან ერთგული იყო ევროკავშირი და ხან მეორე დღეს აკრიტიკო ევროკავშირი, საზოგადოება ვერ მიყვება აი ამ გზას. და ეს არის ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან ესე ვთქვათ ხო ძიმე არის პრობლემურია